ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც, ყველას აქვს თავის პროფესია. პროფესიული მიზნით დისკრიმინაცია ვერ მოხდება და იმის გარჩევა, რომ უმუშევარი დავიჭიროთ და არაუმუშევარი არ დავიჭიროთ. ნუ ეხლა ეს რა მორალია, საერთოდ გაუგებარია. მარტივი არის საკითხი, არის ცხადი, რომ იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა, არის ცხადი, რომ იყო მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ, არის ცხადი, რომ დაიწყო ასრულება ამ მოწოდებისა, არის ცხადი და ჩვენ პირდაპირ ეთერში ხედავდით ადამიანებს, რომლებიც შეიჭრნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში. სისულელე ხა ასეთ საუბრობენ, დისკრიმინაცია პროფესიის მიხედვით ადამიანების არ ხდება, არც პროფესიის, არც ასაკის, არც წარმომავლობის და არც კანისფერის მიხედვით. ყველა ვინც ჩაიდინა დანაშაული, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავი უწყებების ვალდებულება არის, რომ ისინი მოიძიონ, მოიკულიონ და შესაბამის პასუხისგებაში მისცეს. თუ კი ეყვა ამ ადამიანს იმისი სითამამე, ასე ვთქვათ, რომ დაერღვია კანონი და წასულიყო პრეზიდენტის რეზიდენციის, შესულიყო პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე, მაშინ უნდა იყოს იმის სითამამეც, რომ მიიღოს ამაზე პასუხისმგებლობა. ასე არ არის, ცხოვრება არ არის თვითმომსახურების მაღაზია, სადაც რასაც გინდა აიღებ და რასაც გინდა არ აიღებ. ასე არის, როდესაც მით უმეტეს, როდესაც ადამიანებს რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, როდესაც მიდიხარ რაღაც ნაბიჯზე, კეთილი უნდა ინაბო და ის სითამამეც უნდა გქონდეს, რომ მიიღო პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით.